კაცების 50% და ქალების 40%-ს 50 წლის ასაკისთვის ექნება თმისცვენა. კაცებს უფრო სერიოზული, ქალებს უფრო ნაკლები, მაგრამ რაღაც დონეზე ორივეს. კაცებს თმისცვენა ეწყებათ 20 წლიდან, ზოგს 18-19 წლიდან. ნელ-ნელა მიმდინარეობს და მერე ჩქარდება, რაც ასაკი ემატება. ქალების შემთხვევაში პროგრესირებს მენოპაუზის მერე უფრო მეტად. მას შემდეგ, რაც ესტროგენების რაოდენობა იკლებს, ესტროგენებს დაცვითი ფუნქცია აქვს თმებზე, თმები ნაკლებად ცვიათ, იმიტომ რომ ესტროგენები აქვთ მეტი. კაცების თმისცვენაზე, თმისცვენის 85% დამოკიდებულია გენეტიკურ მგრძნობიარობაზე დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ. და არა დაბალ ტესტოსტერონზე. ზოგი ამბობს, რომ ეს არის დაბალი ტესტოსტერონის გამო, ან მაღალი ტესტოსტერონის გამო. არა. ამის გამო არ არის. ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად და დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ რამდენად მგრძნობიარეა თმის ფოლიკულები, მაგის მიხედვით ცვივა თმა ადამიანს. ამიტომ ვისაც თმას ცვივა არ ნიშნავს, რომ მაღალი ტესტოსტერონი აქვს და უფრო კაცურია და ვისაც თმას ცვივა ასევე არ ნიშნავს, რომ დაბალი ტესტოსტერონი აქვს და ნაკლებ კაცურია რაღაც ესეთი. უბრალოდ დამოკიდებულია გენეტიკური მგრძნობელობა თმის ფოლიკულებს რამდენად აქვს დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ. 70 წლის ასაკისთვის 5-დან 20 კაცს თმები აღარ ექნება. ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად ექნება თმები გაცვენილი. პროსტატის დაავადებასთან არის ასოცირებული კაცებს, რომელსაც აქვთ ადრეულ ასაკში ალოპეცია, ანუ თმისცვენა, მათ 30%-ს ექნება პროსტატის დაავადება და გულის დაავადებების გაძლიერებული რისკი. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ კი თავიდანვე ადამიანს კაცს ახალგაზრდა ასაკიდან ცვივა თმები. ეს თმისცვენა არ ხდება ერთ დღეში, ნელ-ნელა ვითარდება. ჯერ თავიდან პატარავდება თმის ფოლიკულები, ამას ქვია მინიატურიზაცია თმის ფოლიკულების და მერე წლებთან ერთად ნელ-ნელა ფუნქციას კარგავს და ბოლოს კვდება ფოლიკულები. ქალებს, ვისაც პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი აქვს, 4-ჯერ მეტი შანსი აქვთ თმისცვენის ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს ჭირდება მკურნალობა თავიდანვე. გენეტიკური როლი ძალიან დიდია, 70% რომ აიღეს ტყუპების, 70% ზუსტად ერთნაირად მიმდინარეობდა თმისცვენის პროგრესია. ანუ თუ ერთს არ ცვიოდა თმა, მეორესაც არ ცვიოდა და თუ ერთს ცვიოდა, მეორესაც ცვიოდა. ანუ მკვეთრად გენეტიკურია, ეს იმას ნიშნავს. გვაქვს რაღაც სწამლები, მაგრამ მეტნაკლები ეფექტურობით, რომელზეც ვისაუბრებთ და 3 ძირითადი თმისცვენა გვაქვს. ამ 3-დან ერთი არის ანდროგენული ალოპეცია, ანუ ანდროგენული თმისცვენა, მეორე არის ტელოგენური თმისცვენა და მესამე არის ალოპეცია არეატა, ანუ ბუდობრივი თმისცვენა. განვიხილავთ 3-ვეს, განვიხილავთ რატო ვითარდება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ რომეს. ანდროგენული ალოპეცია უზომოდ ხშირია. ანდროგენული ალოპეცია შეიძლება იყოს კაცის სტილით და ქალის სტილით. ანუ სხვადასხვანაირი სტილი აქვს ამ ერთი და იგივე თმისცვენას. ანდროგენული ალოპეცია დაკავშირებულია დიჰიდროტესტოსტერონი, რომელიც არის ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად, ეგ მოქმედებს თმის ფოლიკულებზე, აპატარავებს ჯერჯერობით თავიდან, თმები თხელდება და მოკლდება და ბოლოს ცვივა. კითხვა იქნება აქ, რომ რატომ მაშინ მთელს
კანზე რატო არა, რომ გინახიათ ალბათ რომ მელოტი კაცები ძალიან თმიანები. რატომ არის ესე? იმიტომ არის რომ გენეტიკური მიდრეკილება აქვს სკალპის თმას, რომ გრძნობიარე იყოს დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ. მაშინ როცა პირიქით დიჰიდროტესტოსტერონი განაპირობებს თმიანობას მთელს სხეულზე, მის მიმართ ზედმეტად და უარყოფითად მგრძნობიარეა სკალპის თმა, განსაკუთრებით ეს წინა ნაწილი, რომელიც ყველაზე ადრე თხელდება სამწუხაროდ, ასევე გვირგვინი, უკანა მხარე და მთლიანად ეს. ამიტომ არის რომ კაცის სტილის თმის ცვენა, იცით როგორიცაა თავიდან აქ მოკლდება, მერე აქ თმის სკალპზე ზედა ნაწილში მეტად და მეტად და გვირგვინის გარშემო და რაღაც ნაირ ფორმას იღებს მერე კაცის თმის ცვენა და ეს ყველა მიცის, გინახიათ ალბათ. როგორ ცვივა კაცს თმები ასაკთან ერთად. მეორეს მხრივ ქალების შემთხვევაში, როცა ანდროგენული ალოპეციით თმის ცვენა არის, თმების ცვივად უთხელდებათ. ისე კი არ ცვივათ, რომ რაღაცა კუთხეებში მარტო და რაღაც მთლიანად უთხელდებათ, ჯამში უთხელდებათ თმები. ანუ ქალები და კაცებს სხვადასხვანაირად ცვივათ. დამცველობითი ეფექტი აქვს ქალების შემთხვევაში ესტროგენებს, ამიტომ ქალებს ნაკლებად ცვივათ, ვიდრე კაცებს. ამიტომ ეს აქვს დიდი დადებითი მოვლენა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ეწყება კაცს თმის ცვენა, მით უფრო მძიმეა და ადვილად ცვივა, მაგალითად 25 წლის ასაკში თუ კაცს თმები მნიშვნელოვნად არ აქვს, 50 წლის ასაკში თითქმის საერთოდ არ ექნება და თუ 25 წლის ასაკში თმები კარგად აქვს, 50 წლის ასაკში გაცვენილი ექნება, მაგრამ კატასტროფულად არ იქნება და ამაზეა დამოკიდებული. რკინის დეფიციტმა შეიძლება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციამ, როგორც მომატებამ, ასევე შესუსტებამ შეიძლება გააუარესოს თმის ცვენა ორივე შემთხვევაში. ძირითადად წვერს და წარბებს არ ემუქრებათ ეგ, ჩვეულებრივად იზრდება ცხოვრების ბოლომდე და არ არის ხოლმე როგორც წესი პრობლემა. მთავარი რისკ ფაქტორები თმის ცვენის არის გენეტიკა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის და ავტოსომურ პოლიგენური მემკვიდრეობითობა ახასიათებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თუ მშობელს თმები ცვივა, შვილსაც გასცვიდება და მეტიც არ არის მარტო მამაზე დამოკიდებული, დედაზეც დამოკიდებულია დედის მხრიდანაც თუ მელოტდებოდნენ და მამის მხრიდანაც შვილს მაღალი შანსი აქვს რომ ასე კონდეს. ანუ ორივეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძირითადად რამე კონკრეტული ტესტები არ ჭირდება ხოლმე, რომ დახედავ, გასაგებია რაც არის და რაც ჭირს ადამიანს. მკურნალობა რომ ვთქვათ, მინოქსიდილის ადგილობრივი კრემები ან ლოსიონები გამოიყენება ხოლმე. წაისვავენ 2%-იანს ან 5%-იანს, ქალების შემთხვევაში დღეში ერთხელ, კაცების შემთხვევაში დღეში ორჯერ და 60-70% შემთხვევაში ეს მუშაობს. მუშაობს იმიტომ, რომ სისხლის მიმოარეგებას აუმჯობესებს თმის ფოლიკულებში, მაგრამ მოკლევადიანია და ნაწილობრივ, ან თუ მკვდარია ფოლიკული, იმას ვერაფერს ვერ უშვება, რა თქმა უნდა. ყველაზე ეფექტური მკურნალობა კაცებისთვის არის ფინასტერიდი. ფინასტერიდი არის პრეპარატი 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორია. ეს არის ფერმენტი, რომელსაც ტესტოსტერონი დიჰიდროტესტოსტერონში გადაყავს და ამ ფერმენტის ბლოკირება როცა ხდება, დიჰიდროტესტოსტერონი აღარ წარმოიქმნება. დიჰიდროტესტოსტერონი ეგ არის, რაც აპატარავებს ამ თმებს და თმის ფოლიკულებს. 1 მილიგრამი ინიშნება ხოლმე დღის განმავლობაში, არ აქვს დიდი მნიშვნელობა კვებასთან თუ კვების გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოველდღე მიიღოს ადამიანმა და ვინც მას იღებს, ასეთი კაცების 82%, ნუ 85 ზოგჯერ გრძნობს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 2 წლის თავზე. შეწყვეტა პრობლემა თუ შეწყვიტა, რადგან შეწყვეტის მერე ისევ თმის ცვენა დაიწყება დაახლოებით 6-12 თვის განმავლობაში. პრობლემები რაც ახასიათებს ფინასტერიც არის, რომ 2-4% კაცების, ვინც ფინასტერიც იღებს, ლიბიდოს დაქვეითებას განიცდის და სპერმის მოცულობის შემცირებას, რადგან აბლოკირებს
პროსტატის ფუნქციას მცირედით. ძირითადად შექცევადია ეს 90% შემთხვევაში, ანუ თუ კი ლიბიდო ან სქესობრივი პრობლემები დაეწყო კაცს ფინასტერიდის მიღების შემდეგ, თუ შეწყვიტავს ისევ აღუდგება ყველაფერი, მაგრამ პოსტფინასტერიდული სინდრომი ეგეთი არსებობს, რომელიც ძალიან საკამათოა, ექიმების ნაწილი არ ეთანხმება, ნაწილი ეთანხმება და მაგის მიხედვით ეგ ამბობს ეს თეორია, რომ კაცების ნაწილი, რომელსაც ლიბიდო დაუქვეითდება, მას შემდეგ რაც ფინასტერიდის მიღებას შეწყვიტავს, ეს დაქვეითებული ლიბიდო გაგრძელდება, მაგრამ ეგეთი ძალიან იშვიათია და საკმარისად არც არის დადასტურებული, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ პოსტფინასტერიდული სინდრომი რეალობაა და არსებობს, მაგრამ ინფორმირებული უნდა იყოს ადამიანი. ქალებისთვის ფინასტერიდი არ არის რეკომენდირებული, რადგან ტერატოგენული ეფექტი აქვს, განსაკუთრებით თუ კი ქალი მშობიარობას აპირებს, მით უმეტეს მისთვის არ არის რეკომენდირებული და არ არის ეგ პრაქტიკა, რომ ქალებში ინიშნებოდეს. მენოპაუზის შემდგომ ქალებში შესაძლებელია მისი გამოყენება, თუმცა რომ პირდაპირ გაიდლაინებით რეკომენდაცია არ არის, მაგრამ off-label, ანუ არა პირდაპირ ნიშნავენ ხოლმე და შესაძლებელია მისი მიღება. მეორე, რაც გვაქვს ფინასტერის გარდა არის სოუპალმეტო, ესეთი მცენარეა, რომლის ექსტრაქტიც გამოიყენება. ესეც 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორია, ოღონდ სუსტი მცენარეული ვერსიაა და მიიღება 320 მილიგრამი დღის განმავლობაში სტანდარტიზებული დოზა, სტანდარტიზებული ექსტრაქტი. ისეთი ეფექტური არ არის, როგორც ფინასტერიდია, მაგრამ აქვს თავისი ეფექტურობა 30-40%-იანი დაახლოებით. თვეების განმავლობაში უნდა მიიღოს, მთელი ცხოვრებაც უნდა მიიღოს ადამიანმა, ვიზაც მოქმედებს, რა თქმა უნდა. მარტო როგორც წესი სუსტია ხოლმე და ამიტომ ხშირად იღებენ მინოქსიდილთან ერთად. მინოქსიდილი, როგორც გითხარით, არის თავდაწასასმელი, რომელსაც მაღალი ეფექტურობა არ აქვს, მაგრამ მაინც ეფექტურია და შექცევადია, როგორც კი დაანებებ თავს. გვაქვს სხვა საშუალებებიც, მაგალითად გოგრის თესლის ზეთი 400 მილიგრამი ორჯერ დღეში მიიღება ხოლმე, ამასაც სუსტი ანტიანდროგენული ეფექტი აქვს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. 24 კვირის თავზე დაახლოებით კაცების 40%-ში აქვს ეფექტურობა. ბიოტინი, იგივე B7 ვიტამინი, თუ ადამიანს ბიოტინის დეფიციტი აქვს, მაშინ ეფექტურია. 2500-5000 მიკროგრამი მიიღება ხოლმე დღის განმავლობაში. რკინა და D ვიტამინი ეხმარება, მაგრამ თუ დეფიციტია, იმ შემთხვევაში მაგალითად ფერიტინის დონე 70 ნანოგრამზე მილilitrზე ზევით უნდა იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ თმა ნორმალურად გაიზარდოს. კაცებს როგორც წესი რკინის დეფიციტი არ აქვთ ხოლმე, იშვიათია. კოლაგენის მიღება და კოლაგენის პეპტიდები ეხმარება თმის სისქის და მოცულობის ზრდაში, მაგრამ პირდაპირ არა. კოფეინის შამპუნებზე და ადგილობრივი ფორმულებია, სხვადასხვანაირები შეიძლება ცოტათი დაასტიმულიროს თმის ზრდა. თუმცა ფინასტერიდი არის ოქროს სტანდარტი, რომელიც მოცემულია გაიდლაინებით, ეს დანარჩენები ნაკლები ეფექტურობა აქვს და ნაკლებ პოპულარულიც არის, თუმცა მაინც ადამიანები აქტიურად იყენებენ ბუნებრივობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლები რისკია ორგანიზმისთვის. ტრანსპლანტაციას რაც შეეხება თმის ტრანსპლანტაციას, ასეთ რამეს აკეთებენ, რომ თმას ნერგავენ, აიღებენ ისეთ ადგილს, რომელიც რეზისტენტულია ამ დიჰიდროტესტოსტერონის მიმართ, მაგალითად უკანა ნაწილი თმის კისერთან რომ არის და იქიდან გადმონერგავენ თმას წინ. ეფექტურია, თითქმის 90-95%-იანი ეფექტურობა აქვს და ნარჩუნდება მთელი ცხოვრება. ამიტომ რეალურად კარგი მკურნალობის საშუალებაა ეგ. თუ კი ადამიანს საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ანესთეზია, როგორც წესი, საკმარისია და არ არის ხოლმე მთლიანი ორგანიზმის მცირე სედაცია შეიძლება ადამიანი ისე უკონოდა იყოს და კომფორტულად და ადგილობრივი ანესთეზია, როგორც წესი, ანუ სრულ ნარკოზს არ აკეთებენ ხოლმე და არა საჭირო. 1500-დან 2000 თმამდე ნერგავენ ხოლმე. თუ ძალიან ადამიანი გამელოტებული, შეიძლება 4000 ან 6000 თმის გადანერგვა დაჭირდეს და ეტაპობრივად მოხდეს. თავიდან, ანუ გადანერგვის მერე ცილდება ის თმები,
თმები, გადანერგილი თმები, რამდენიმე დღეში, 7 დღეში და შემდეგ სადაც 2 კვირის მერე ისევ იწყებს ნელ-ნელა ზრდას და 3-4 თვის მერე უკვე შესამჩნევია და საბოლოო შედეგი 9-12 თვის მერე მიიღწევა და ეფექტურია 95%-იანი ეფექტურობა აქვს. მოკლედ მაღალ ეფექტურია თმის გადანერგვა. ამ ალოპეციის მკურნალობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხოლმე რეალურად სქესობრივი პრობლემები ფინასტერიდის მიღების მერე, რომელიც ძალიან საკამათოა რეალურად ადამიანები ამბობენ, რომ ზოგი 2-4%-ში, 2-დან 4%-მდე კაცების ვითარდება სქესობრივი პრობლემები, რადგან ანუ თავის ტვინზეც მოქმედებს მცირე დოზით დიჰიდროტესტოსტერონი ლიპიდოზე და მოქმედებს ასევე პენისის მგრძნობელობაზე და შეიძლება რომ რაღაც გამოიწვიოს სქესობრივი პრობლემა, მაგრამ იშვიათია, ხშირი არ არის და რაც კაია და 90% შემთხვევაში შექცევადია, როგორც კი შეწყვიტავს მიღებას და მხოლოდ 10%-მა შეიძლება ზოგმა თქვას, რომ მაინც გრძელდება და ეგ პრობლემაა. არის ხოლმე კითხვები კიდე, რომ ფინასტერიდი ხომ არ იწვევს კიბოს და ხო რამე მნიშვნელოვანი რისკები ხომ არ აქვს. არა, ზოგადად პირიქით, ანუ მიიჩნევა, რომ პროსტატის კიბოს რისკს დაახლოებით 25% დამცირებს. იყო ასეთი მოსაზრება, რომ შეიძლება ფინასტერიდის მიღებამ გამოიწვიოს მაღალ აგრესიული სიმსივნე, თავიდან ეგეთი შეხედულება იყო, საბოლოო ვერდიქტს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საბოლოო კონსენსუსი ამაზე არ არის, მაგრამ რაც კარგად შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ პირიქით სინამდვილეში ვინაიდან პროსტატას გაზრდის საშუალებას არ აძლევს დიჰიდროტესტოსტერონის დათრგუნვა და პროსტატა პატარა პროსტატის შემთხვევაში უფრო ადვილია შემჩნევა აგრესიული სიმსივნის და ამიტომ არის რომ სინამდვილეში დეტექცია გაიზარდა და არა ის რომ და არა რაოდენობა ჯამური აქ არიან ჯერჯერობით, თუმცა მომავალში არ ვიცი რა იქნება, თუ რამე მნიშვნელოვანი აპდეიტი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით გეტყვით. ზოგადად ფინასტერიდის მიღება არ არის დაკავშირებული სიკვდილიანობის გაზრდასთან ან სხვა სიმსივნეებთან არ იწვევს არც სხვა სიმსივნეებს და არც სიკვდილიანობის გაზრდას არ იწვევს ზოგადად. ფინასტერიდის მიღება დღეში ერთხელ და საკვებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, შეიძლება ისედაც და ისედაც. ფინასტერიდი ნაკლებ ეფექტურია ამ წინა თმებთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანად სკალპზე სხვა ნაწილებში და გვირგვინთან უფრო ეფექტურია მეტად და ასევეა, რა თქმა უნდა, სოუპალმეტო და ნებისმიერი, რომელიც თრგუნავს ანდროგენებს თრგუნავს სოუპალმეტოც იგივენაირად როგორც ან ბუნებრივი ვერსია რეალურად 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორია ესეც, მაგრამ სუსტია ფინასტერიდთან შედარებით და ამიტომ სოუპალმეტოს მნიშვნელოვანი სქესობრივი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს, როგორც წესი არის უსაფრთხო. ასევე არის გოგრის თესლი და გოგრის თესლი და სოუპალმეტოს მიღება ერთად შეიძლება მეტი ეფექტი ისთვის, მაგრამ ჯამში მაინც თუნდაც ორივე ერთად მიიღო, ფინასტერიდი იჯობია, ზოგადად მიიღება ხოლმე ეს გოგრის თესლი 400 მილიგრამი გოგრის თესლის ზეთი მიიღება ხოლმე კაფსულირებული ფორმით არის და კვლევებიც აქვს, უსაფრთხოც არის, ანთებასაც ამცირებს, ცუდი არ არის ჯამში, მაგრამ ფინასტერიდი მაინც უფრო ეფექტურია თუნდაც კომბინაციაში. შემდეგი სახის თმისცვენა არის ტელოგენური თმისცვენა, რომელიც ემართება ძირითადად ქალებს. მნიშვნელოვანი არის სტრესი, ქალები რომლებიც სტრესს განიცდიან ხოლმე, ფაზები აქვს თმის ზრდას, მაგალითად ანაგენის ფაზა არის, რომელიც არის ზრდის ფაზა და ანუ ზრდის ფაზიდან მოსვენების ფაზაში გადადის ადვილად და ეგ არის პრობლემა რეალურად, რომლის დროსაც მოსვენების ფაზაში არის თმები და თმები უთხელდება ქალს. ეგ არის ტელოგენური თმისცვენა, რომელიც სტრესის საპასუხოდ არის. ზოგჯერ არის რკინის დეფიციტი, როცა აქ ადამიანს ან რაიმე ვიტამინების, D ვიტამინის, B12-ის დეფიციტი, ან ფარისებრი ჯირკვლის
სხეულის ფუნქცია გაძლიერებული ან შესუსტებული თუ აქვს, აი ეგეთ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ვითარდება ან რამე ისეთი დიეტები, რომელიც მკვლელი დიეტები როა ძალიან ცოტას რო იღებს ადამიანის საჭმელს და არა ბალანსირებულად იკვებება, მაშინაც მნიშვნელოვნად ვითარდება ხოლმე ეს ტელოგენური თმის ცვენა და რამდენიმე თვეში გრძნობს ადამიანი, რომ თმები შეუთხელა და ამბობს, რომ აი თმები შემითხელა. თუმცა როგორც წესი, როგორც კი მიზეს აღმოფხვი, ტელოგენური თმის ცვენა აღდგება და ეგ კარგი აქვს. მინოქსიდილი გამოიყენება ხოლმე ეგეთ დროს და მაღალ ეფექტურია ორჯერ დღეში, ნუ კაცების შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში ერთხელ დღეში 2 ან 5%-იანი, 5%-იანი უფრო ეფექტურია ვიდრე 2%-იანი. ძირითადად, ნუ 6 თვე მაინც გამოიყენება ხოლმე, ზოგჯერ მეტიც არის საჭირო გააჩნია. ზოგჯერ არის რომ საჭიროა დამატებითი საკვები დანამატების მიღება, მაგალითად რკინა, რკინის პრეპარატები, ძირითადად 60-დან 120 მილიგრამი საკვები დანამატები მიიღება ხოლმე, სანამ ფერიტინის დონე არ შადგება ნორმაში. D ვიტამინი 1000-დან 2000-მდე საერთაშორისო ერთეული მიიღება ხოლმე, შეიძლება მაღალი დოზებით თუ დეფიციტია. თუთია მნიშვნელოვანი კიდე თმის ზრდისთვის 15-დან 30 მილიგრამამდე მიიღება თუ დაბალია და ბიოტინი 2500-დან 5000 მიკროგრამამდე, ოღონდ ეფექტურია მხოლოდ მაშინ თუ დეფიციტია. სტრესის მართვა მნიშვნელოვანია, სუნთქვის ვარჯიშების ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტრესი შეამციროს ადამიანმა და რაიმე მნიშვნელოვანი ქიმიური საღებავები და ესეთი არა კონვენციური მეთოდები უნდა ეცადოს, რომ აირიდოს თავიდან ადამიანმა, რათა თმის ფოლიკულები არ დააზიანოს. ხო, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გადასხმა შესაძლებელია ან ლაზერული თერაპია, მაგათაც აქვს თავისი ეფექტები. თუმცა როგორც წესი, მაშინაც კი თუ კი ადამიანი სპეციფიურად არ უმკურნალებს ტელოგენურ ალოპეციას, განიკურნება მაინც 6 თვეში ძირითადად, თუ კი აღდგება, ნუ აი ორსულობის მერე იცის ხოლმე რაიმე ძლიერი დიეტების მერე, დიდი სტრესის მერე, ემიგრაციის მერე და ასე შემდეგ და როგორც წესი აღდგება ხოლმე. და გვაქვს მესამე ტიპის ძირითადი თმის ცვენა, რომელსაც ქვია ალოპეცია არეატა. ალოპეცია არეატა არის ბუდობრივი თმის ცვენა. თვითონ თავისი ფორმები აქვს, შეიძლება იყოს მცირე ნაწილში შეგხვდეს, ან მხოლოდ მცირე ნაწილი არ ქონდეს ადამიანს, თმები ჩვეულებრივად ქონდეს და რაღაც ნაწილში არ ქონდეს. ეს არის ძირითადად ავტოიმუნური რეაქცია. იმუნური სისტემა შეცდომით არასწორად ურტყავს თმის ფოლიკულებს, აზიანებს მათ, ანთებას იწვევს და ეგ არის და მერე თმის ზრდა წყდება. თუმცა თმის ფოლიკულები მკვდარი არ არის და ისევ შესაძლებელია, რომ გაიზარდოს. ხო, შესაძლებელია ეგ მოხდეს წარბებზე, მწვერზე და ასე დარვინს ჰქონდა მაგალითად წვერზე, თუმცა დიდ წვერს ატარებდა და არ ჩანდა. ხო, ბევრ კაცს აქვს, არ არის ეს დიდი პრობლემა ადამიანებისთვის. უმეტესობას ისევ გაეზრდება 1 წლის ფარგლებში თავისით. უმეტესად უფრო ახალგაზრდებს ვითარდებათ ეს. შეიძლება იყოს უნივერსალური, ანუ მთელ სხეულზე არ ქონდეს თმები ესეთ ადამიანს და ეგეთ შემთხვევაში ძნელი სამკურნალოა. თუმცა მკურნალობები არსებობს, მაგალითად ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, კლობეტაზოლი მაგალითად, ან ბეტამეტაზონი, ეგენია ადგილობრივად, რაც გამოიყენება ადგილობრივი კრემები და ერთხელ ან ორჯერ დღის განმავლობაში, 4-6 კვირის განმავლობაში და საკმაოდ ეფექტურია. ასევე შესაძლებელია ადგილობრივად კორტიკოსტეროიდების ინექცია. ტრიამციკლონი მაგალითად 2.5-დან 10 მილilitrამდე ინექცია 4-6 კვირაში ერთხელ და ეფექტურია ესეც, განსაკუთრებით თუ პატარა ადგილებში არის ბუნდობრივი თმის ცვენა. თუ უფრო რთულადაა საქმე და უფრო გავრცელებულია ეს, მაგალითად 50 თმის კალპის 50%-ზე მეტია, ადგილობრივი იმუნოთერაპია გამოიყენება ხოლმე. შედარებით რთული სამკურნალოა ორალური კორტიკოსტეროიდები, პრედნიზონი
მოკლე კურსით შეიძლება გამოიყენოთ. ადგილობრივი მინოქსიდილი 5%-იანი მაგალითად, რომელიც ადგილობრივად გამოიყენება. და არის კიდე სხვა მკურნალობები, ასევე ისა თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის გადასხმა და სხვა მეთოდებია კიდე, რომელიც რთულ შემთხვევაში გამოიყენება. თუმცა მარტივი შემთხვევების დროს, როგორც წესი, მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა საკმარისია და 1 წლის ფარგლებში მკურნალობის გარეშეც კი თავისით აღდგება უმეტესი შემთხვევა. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, ვისაც მოგწონთ ჩემი არხი და გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში და შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ვისაც გინდათ კითხვა-პასუხი დეტალურად და დონაციები ამისთვის პატრეონი მაქვს მითითებული ასევე აღწერაში. ყველას მადლობას გიხდით ნებისმიერი თქვენი კომენტარისთვის, დადებითისთვის ან ლაიქისთვის, ან გამოწერისთვის ნებისმიერი თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია და არხის განვითარებას ეხმარება. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ინტერესისთვის.